ექსპერტიზის პასუხების მიხედვით გიგა ავალიანს სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი ბლაგვის საგნის შუბლში პირდაპირი დარტყმით. ეკა კუპატაძე ახალ დეტალებს ასაჯაროებს. მისივე ინფორმაციით დაუკავშირდნენ ისინიც, ვიზეც დაკავებულმა არასრულწლოვანებმა წარსულში იძალადეს. გასულ კვირას ავალიანის საქმის ბრალდებულებს ძალადობის სხვა 4 ეპიზოდზეც წარუდგინეს ბრალი. ქართული ოცნების პარტია ირანული ნავთობით ფინანსდება ანგარიშს სამოქალაქო იდეა აქვეყნებს. ნათქვამია, რომ ირანული ნავთობის იმპორტში ჩართული კომპანია ოცნების დონორებთანაა დაკავშირებული და სახელმწიფო ტენდერებსაც იგებს. კვლევის მიხედვით ერთ-ერთია შპს MS მოტორსი, რომლისგანაც 12 წელში სახელმწიფო უწყებებმა თითქმის 225,000 ლარის პროდუქცია შეიძინა. კომპანიის აქციონერმა აკაკი გურჯიძემ კი ოცნებას 20,000 ლარი შესწირა. ამერიკა აყალიბებს გზას კეთილდღეობის ახალი საუკუნისკენ და გვინდა ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ. ასეთია ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილი ევროპისთვის. მიუნხენის კონფერენციაზე მარკო რუბიომ საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და მაგალითისთვის გაერო მოიყვანა. მან ორგანიზაცია უმოქმედობისთვის გააკრიტიკა. გაეროს აქვს პოტენციალი იყოს სიკეთის ძალა მსოფლიოში, თუმცა ვერ შეძლო ღაზაში და უკრაინაში ომის დასრულება, აღნიშნა რუბიომ. ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმმა რუსული პასპორტების განაწილების ცენტრი გახსნა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაერთიანებს დიდი სამშობლო და დიდი საერთო ისტორია, თქვა რუსეთის ეგრეთ წოდებულმა ელჩმა მარად კულახმეტოვმა ცენტრის გახსნაზე.